ირაკლი ვრთავ. ძალიან კარგი ჩარტი. გაუმარჯოს YouTube-ს, გაუმარჯოს ჩვენს მაყურებლებს. მოგესალმებით ყველას YouTube-ის მაყურებლებო და ჩვენი არხის მაყურებლებო. დავითის დღეს ისევ გამოვედით ერთი გამორჩეული თოფის მოკლე აღწერაზე და საცდელ სროლებზე. ხახტილულიანი შაშხანი თოფია. აი საშინელი ქარია ეს. აქვთ რომ მოდიხარ, ან ქარია სულ, ან არის გაუსაძლისი სიცხე. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მაინც მოვდივართ და ვიცერ ხოლმე ვიდეოებს. ხო. ერთ სიტყვით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დღეს გვაქვს აი ესეთი მოკლე აღწერა ამბების მოყოლა. ხახტილულიან კარაბინია ეს თუ შაშხანა? კარაბინი. ხახტილულიან კარაბინზე სახელად საბატი. წარმოებელი იტალია. კიდევ შეიძლება გითხრა დავით. კალიბრი არის, მე მგონი ცოტა განსხვავებულია 30-06, კაი? 30-06 სპრინგფილდი. კაი, ზორბა კალიბრია, ხო? კი ბატონო. აგერა გვაქვს ნახეთ უბრალოდ რამხელაა ეს. რამხელა ვაზნებია. მოსზე ძლიერი ტყვია. როგორ? 300 კალიბრზე უფრო ძლიერია. ხო, ამაზე დიდი მე მგონი კიდევ უფრო როგორ გამომიდა ამაზე დიდიო. ამაზე დიდიო 338 ლაპუა, 300 მამა. 300 და 338. ხო. ერთ სიტყვით. დავიწყოთ ირაკლი, აბა გითმობ ახლა სალაპარაკო ასპარეზს და გაგვაცანი რა თოფია, რა უნდა, რა გვინდა. სახაზე გატყოთ კმაყოფილობას, ვიწროთ მეორე განყოფილებას. მოკლედ, საბატი იტალიური მწარმოებელია, დიდი ხანია აწარმოებს როგორც ხახტილულიანი არაღს, ისე კლურულიანი არაღებს. წარმომადგენელი გვაქვს ჩვენი მეგობრის კარაბინი. მოდელი არის 870 კალიბრი არის 300, როგორც ბატონო დავითმა 30-06 სპრინგფილდი როგორც ბატონო დავითმა. კალიბრს რაც შეეხება, ეს კალიბრი ძალიან დიდი ხანი იყო ამერიკის ძირითადი ამერიკის შეერაღებული ჯარების ძირითადი კალიბრი. იყო სამხედრო კალიბრი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს კალიბრი ჩაანაცვლა 308 კალიბრმა და გადავიდა სამოქალაქო მორებაში. კალიბრი, ანუ ამ კალიბრზე ახლა ამერიკის შეერაღებას იარაღი, სამხედრო იარაღები აღარ აქვს. მიზეზი თუ რატო გადავიდნენ 308 კალიბრზე იყო ის, რომ შედარებით უფრო სუბუქია 308 და 308 კალიბრი ამასთან შედარებით და ძირითადი იარაღი ტყვიამფრქვევები და საიმპერიული შაშხანები, სამხედრო საიმპერიული შაშხანები იყო გაკეთა 308-ზე, გარდა მაგისა შეიცვალა დენთის ტიპები და იმ კალიბრმა უფრო ადვილად მოირგო ეს დენთი ვიდრე 30-06-მა. მაგის გარდა კიდე ეს კალიბრი ძალიან დიდი ხანი იყო ამერიკის შეერაღებაში და ითვლებოდა რომ მორალურად მოძველდა, ანუ ახალ გამოწვევებზე წავიდნენ მოკლედ რა. და ჩაანაცვლა 308 კალიბრა. თუმცა ეს კალიბრი დარჩა სამოქალაქო მოხმარებაში. ძალიან პოპულარული არის ამ კალიბრით ასპარეზობაში ომან დისტანციაზე სროლის მოყვარულებს შორის და აღსანიშნავია ის, რომ არის ძალიან კარგად დაბალანსებული და ძალიან ზუსტი კალიბრი. ხმარობენ დიდ ნადირზე სანადიროდ, შედარებით უფრო დიდ ნადირზე სანადიროდ ხმარობენ ამ კალიბრს. დაფიქსირდა ესეთი ფაქტებიც, რომ სპორტული შეჯიბრებების დროს ასეთი კალიბრით ასპარეზობისას ძალიან ხშირად იყო ხოლმე, იმენა ზუსტი კალიბრია, რომ ძალიან ხშირად ერთნაირი შედეგები იდებოდა ხოლმე და ცოტა ხმამაღლა ირაკლი მიხარია და ხო, ძალიან ხშირად იდებოდა ხოლმე ერთ და იგივე შედეგი რა, მოკლედ. ამ კალიბრით ასპარეზობაში ამერიკაში პროფესიული სროლის მოყვარულებს შორის. და მე ხშირად ხდებოდა ხოლმე გადასროლა, ან გამარჯვებულის გამოვლენა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგად დაბალანსებული კალტყვია რა, მოკლედ რა. რომელიც სამოქალაქო მოხმარებაშია. რაც შეეხება კარაბინს. კარაბინი არის იტალიური წარმოების, გითხარით მოდელი არის 870, bolt action სისტემაზეა. თან მოდი ახლოდან გავჩვენოთ. მოკლედ. ჯამკეტი სისტემა არის ორ კბილზე, ორ საბრძოლო კბილზე, ხედავთ კიდევაც აქ. მასიური და ხორული საკეთი აქვს, ანუ ექსტრაქტორის კბილი შიგნით აქვს შეტოვებული და აკვირდი აი ამ ადგილს, აი ეს გამოაჩი. აი პატარა ღილაკივით მოვა გამოძებული.
ალბათ ჩამოდი. არის ამომგლები გვილი. ჩატებს მას. ესასი ქვიდან აწვევა მოკლედ რა. მოდე. ეს ჩასვა უფრო დაგვიდი როგორაც ვექიდან. ამოწევის დროს ეს კვილი ამოიღებს ეს ნაწილი კიდე აი ეგ რო ჩაღამებას ავით როგორ ჩანს. ქვიდან აწვება და ხდება ექსტრაქცია ცოდელი მასის. მოკლედ. ეს არის ორი საბრძოლო კვილი. ну ამ შემთხვევაში ორი საბრძოლო კვილი რო ისე ხშირად დამატებით არ ხდება ეს კვილი და მეოთხე კვილი უკან ამ შემთხვევაში არ აგვაქვს ეს ამბავი. ლულის სიგრძე არის 54 სანტიმეტრი თვალწები, კალიბრი 30 სპრინგფილდი, ლულის ტვისტის არ მოვიტყუები, არ ვიცი რამდენია. გავზომოთ. 54 უნდა იყოს ესეთ. განულია. ეგ არის? არა, ნული მიწია. ნული აგეს აქ რა უნდა აქ არა. აბა, მიიტანე მე. 55. ხო 50 არა ხსოვთ ვერ ვარ. მოსაწყენ უნდა იყოს ეს. ჩამკეტი სისტემა როგორც ვთქვით ორბილზია, იარაღი აქტიურული არის მცველით, რომელიც გეჯის დანაწილზე მოთავსებული, ასეთი მცველი ბილაკი აქვს და ფერადი ინდიკატორი და თითელზე გაისვრის და არ გაისვრის მოკლედ. და საგების კვილი, რომელიც მოთავსებულია საგების ამონყები კვილი, რომელიც მოთავსებულია იარაღის გეჯის მარცხენა მხარეს, აი აქედან ხდება იარაღის ძალიან მოსახერხებელი. ძალიან მყარი ჩაკეტვის სისტემა. რაც შეეხება ჩაკეტვას, ძალიან რბილი საკეტი აქვს და ძალიან კარგად იკეტება ორსაფეხურიანი კვილი. ოღონდ შეყენებული როა, აი ეს აქ გარეთ. ეს ინდიკატორია. ხო, რო გამოკრავ შევარდება შენ. მოწოვლია ზარბი. გაისროლე. ერთი ფეხი ერთი სულა გააკეთა და მეორე ჩაკეტა. იარაღი აღჭურვილია ინტეგრირებული მჭიდით, რომელიც არ ცილდება უბრალოდ ასე რაღაცა შვება რა. კიდე ერთხელ გაიმეორე რომ კარგად დაანახე გვერდიდანაც სადმე აწექი. აი სასხოთის დაბლა გიდა. ხო. ხედა? და რუსო ჭიდის საფოდაცლა გინდა. საკუთი როგორ არა ვარ აკეთებთ. მიაწვევი იმას და ჩამოიყრის ვაზნები ჩამოიყრება ხოლმე. გათავისუფლებ იარაღს ვაზნები. საფრთხე გადატანისას მაგალითად. როგორი ზამბარა აქ ნახე? ხო ეს ყელი. ხო ეს არის შვილისეური ზამბარა. ვა. ეს არის შეგული. ძალიან კარგად ნამუშევარი იარაღია, იდეალურად არის მორგებული დეტალები ერთმანეთზე. კონდაქსაც შეეხება არის კალი. ძალიან კარგი სამიზნე მოწყობილობები ამ შემთხვევაში. მშრალი სამიზნე მოწყობილობების სამიზნე დაკვრა. მე არ ვიცი ეს იარაღი გასწორებულია თუ არა, უბრალოდ უნდა ისე ვისროლო როგორც გასწორებული და ნახოთ რა შედეგები რა იქნება. აი აქაც რაღაცა დიაგრამასავით ისი. ხო ეგ გასასწორებული. და გვერდით შეეთყობა სიმაღლე და ჰორიზონტალი. კი ბატონო. ეს წესთუნების გასწორებული 100 მეტრზე ჩვენ ვისვით 180 მეტრიდან ხო? ხო, დღეს იმიტომ ეს ოპტიკა არ არის და აგერიკით. აქ სამაგრი ოპტიკის სამაგრები ზევით დატოვებული. უარ შეხედე, მაგრამ არ გვიყენია ამ შემთხვევაში ეს. გამოხრახნი და დადგება ვივერის პლანკა. ვივერის პლანკას დაამაგრდა. აი 80 მეტრიდან ნახეთ, აი თაბახის ფურცელზე ცოტა დიდია ეს ქაღალდი და შუაში სტაფილოსფერი და მე კიდე შუაში მწვანე ლაქაა. მაგრამ აღარ ჩანს ეს მწვანე ლაქა. აღარ ჩანს ეს მწვანე ლაქა. მწვანე ლაქა აღარ ჩანს. სასმელეთი არარეგულირებადია. ვერ დავარეგულირებ და როგორც არის. თარაკენი იცი? გამოკარი ეს შიგნით რო შევარდება, ესეც ვაჩვენოთ, აი გადატენე. ხო, წარილა გადაიტანა. და აი ეს დარჩა ეს ადგილი გარეთ. ხო, ჩამოვწიოთ. ესე არ გაისვრის, მეოთახი და შევარდება შეგიძლია. ხო და თვითონ სასხლეთის სირბილე როგორ მოგეწონა? სასხლეთი ერთსაფეხურიანი სასხლეთია და საკმაოდ გზნობიარე, ვთქვათ, ზემგზნობიარეა მეთქი, არ არის ზემგზნობიარე, მაგრამ კარგი ნორმალური სასხლეთი აქვს ესეთი კარაბინების როგორც არის. მოიხსენებათ რომ ესეთი კარაბინი არის მოსარეგის კარაბინის ეძახიან იგივენაირად, ანუ განსაკუთრებულად ჩორიბანძილების და საკმაოდ არ არის ეს კარაბინის ეძახის კარაბინი, უფრო სასიარულო მონადირეობებისთვის დღეში მაგალითად ძაღლებით ნადირობისას იდეალურია.
რავი, სხვა გითხრათ. ერთი საბჭოების კარაბინი ხელში რო იღებს ძალიან სასიამოვნოა. ის წოინდან გამომდინარე ძალიან კომპაქტურია, მოკლეა. ჭამკადი ძალიან რბილად მუშაობს. ასევე აქვს რბილი დაშვების აი დააგვილია ამას. რბილი დაშვების ფუნქცია აქვს. თვითონ მუშაობს. ტყუილად რო არ ატკაცუნა. ხო, ტყუილად რო არ ატკაცუნო. და გითხრათ მოდელი არის Rover 860. არ არის ახალი მოდელი, საკმაოდ ძველი მოდელია, მაგრამ კარგად არის შენახული. გულისთვის რატოისაც შეეხება, ვერ გეტყვით არ მოგატყუოთ, არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი ახლა. რამდენი არ ვასწრებდი და იმედს ვიმედოვნებ, რომ სიმაღლე 3-ისა 100 მეტრაზეა გასწორებული და ჩვენ ამოენძელზე უკვე 3-ს კარგად დავფარავთ. ნუ ვის ყოველ შემთხვევაში შენ ისე დაიკავე, სულ ერთ წერტილში დავამიზნე და ჯგუფს გავიგებთ როგორია. ჯგუფი აბა გვერდიდან დაიკავე ესე როგორც ჩვევია ხოლმე და გამოიხედე აქეთ. ეხლა მოკლედ რას ვიტყვი, იცი? მე მგონი ეს ისეთი თოფია, რომ რაჟა სარჩიმელიას და მე ამბოხე როგაჩოვს შეშურდებოდათ. რაჟა სარჩიმელიას მაგას მაუზერები გქონდათ ბიჭო. ხო და ეგ რო არ ქონდათ და რო ნახავდნენ შეშურდებათ თქო, აბა რა მოვიდა. ხო, ნუ მაშინ მოსინები ქონდათ მაგათთან. პიჩრად შეეხება იტალიურ სტილშია, ნახე. სტილფერის პიჩი. ის წარწერაც აქვს ლულაზე, რომ იტალიურია, სუფთა იტალია. აი აქეთ მხარეს აქვს, აი საბა. მოდი, თუ გამოჩნდება ესე დამიგავე. ზემიანად და ეფარები მზეს და ეხლა გადაიღე. აი აქ თითები ჩამოწიე ქვევით. ისა გამოჩნდა. შო, კაი, დავიღალე ვისრულოთ თორე. ხაიბი გამომივა. ერთი, ორი. ხო, რა შეეხება სროლებს, იქნება ხუთვაზნიანი ჯგუფი იქნება და თუ არა ვაცილეთ ყველაფერს, ნახავთ. ჭირის ტევადობა თქვით რამდენია? ხო, 5 წავა ალბათ. ან 3+1 იქნება, ან 4+1 და დიდია კაცო. იმერც დავამატეთ. ნახავთ მაგასაც მე რამდენი წავა. არ ვივიწყებთ ინდივიდუალურად სასაშუალებებს, ეს არის სათვალე და სასმამიტო საკმაოდ დიდი კალიბრია და საკმაოდ დიდი ხმა აქვს. ხო და ახლა კიდე მოვკლათ, რავი, მოვკლათ. მოვკლათ, თავისა აქვს. ხო, ეს ტიპიური ექსპანსიური ტყუებია. სანადირო. კოლოსალური შემაჩერებელი ეფექტით. ჩვენ ახლა იმ ჩვენი 20 სანტიმეტრიანი გადაჭრილი ბორის უკან კიდევს ეს 6 მილიმეტრიანი ფოლადის ფურცელი. ფურცელია, ხო და დენიელ დეფენსმა გახრიტა ორივე. აბა ვნახოთ ეს რას ეს უგორეს უძავს კიდე. ძალიან კარგი. აგერ ახლა ჩვენ იმას მოვაწყობთ აქ შტატივს. ხო, მოდი მომიწყი ახლა. ირაკლის ახლა მოუწყობს გამდა შტატივს და აქედან დააჯექებს. შტატივი გაუმართეთ ირაკლის. ეს იყო თავიდან კამერის შტატივია, მაგრამ ასეთი ვიყიდეთ სპეციალური. ეს მე დავახვიე მე ეს ელასტიკური ბინდი. ჩვეულებრივი ესეთი ორკაპასამაგრია თოფის ტიპჟირისთვის. მოდა ირაკლი დავსვით, აგერ იქით გვაქვს შორს. სამიზნე, სადაც კამერა დგას და ის აღბეჭდავს ყველა მოხვედრას ალბათ. სერ ბელოტები გვაქვს 30.06. რა, დავტენოთ? დავტენოთ, აბა რამდენი მიდის? 4+1 თუ 3+1? 5+1 მიდის. ხო, ჩვენ 5 უნდა ვესრულოთ. ხო, 1 2 3 4 მე 5 აღარ 5 სუფთა წავიდა მჭიდში. კიდე წავავითო? არა. ერთი შეგვიძლია შეგვიტანა მაშინ ლულაში და მე ხო, ახლა მე-5 შეიტანე მიკარი ხელი და შევიდე. ფოტონო всё. ხო. ვისვით 5 ვაზნას. მოდი ახლა ესე გავაკეთოთ. თუ სამიზნე არ აღირავდა? დაწყნარებულად თითო გადატენე და ესროლე. კი ბატონო, ისა და ჯერ მოვირგო ეს ჯერ მე ეგრესა. მე ახლა ისე ვდგავა რომ მზე მირთხავს. მზე გირახუნე? ზურგიდან არის, ხო, წინდა რომ დავდგე ობიექტივში მოხდება და არ იქნება კარგი. მე მზად ვარ. აი ყურე, პრობლემა რა აქვს, იცი? რბილთავიან ვაზნებს აცურება ყოველთვის უჭირთ ხოლმე ზევით, იმიტომ რომ ის რბილი თავი რო აქვს. ყურე, როგორ უჭირს ხედავ? ხო.
ხელით უნდა შევაგდო ესეთი რა. პირველი. ახლა განახებ პირველი თუ ყველა? ყველას ხელით დავწვენ, უყურე რატო? ახლა განახებ მე შენ და მივხვდი, რბილია და პირველი ტყვია. აი, ორი მიჭეჭო ხედა, თავი. ხო, მაშინ ეგრე გავაკეთოთ, აგერ ჩაი დაილაგე ძირს და ესე მირჩევნია რა. მიგიხვდი ჩემო ირაკლი. აცურებას მომეც მე დავიკავებ მაგებს და მე მოგაჩვისეთ. ყველა რო არ გაცდი. მზადა ვარ მე. ხელი შემიხტა მე იმ ხელა დარტყმა ქონდა ჩემ ყურებს არა და მაქვს მეც ეგეთი საყურები მომეცი გასროლილი ვაზნა თულა მეორე გასროლა ირაკლი გასროლის წინ დაიძახე რა თორე ისე მოულოდნელად იყო ხელი კარგი მეორე გასროლა მე მგონი მეორეც მოხდა მეორეც მოხდებოდა ვერი აუშვა სამიზნემ თანუ ნახავთ როგორი გასწორებულია ეგ სამიზნე კამერას თავი არ წააწყვიტო მეტი საკეტი მუშაობს იდეალურად სასხლეთი მუშაობს იდეალურად მეც მუშაობ იდეალურად ეს არის მეოთხე გასროლა გასროლა რა ხარია ნახე რა ხო ქარმა შტატივი გადააყირავა ჩამოყირავდა მე მგონი ის ყველა ვაცილეთ აცილე კი არა ეხლა უყურებ კამერას არ ქონდეს თავი წაწყვეტილი გამაკალია ეხლა კამერებს შესროლო რა წავიდეთ აბა ვნახოთ რა მოხდა მორგილი ხარხედა ხუხეში ხო აი ერთი იქ მოხდა რკინაზე და აი ესეთი შედეგი გვაქვს ცოტა სამიზნე გასასწორებელია მოვაქვს ცოტა მარცხნივ მე ვიცი რატომაც მოხდა და მორი მიქრომი ვასფერი განახე ნახე მორი აღარ არსებობს ამ ხელა ნაფლე აი ესეც მაგის მორის ნატეხი მე არის აი ესეც და ამაში კიდე ჩვენი ჟაკნის ძველი ჟაკნის ნაგლეჯები იქნება აი ჩვენი ჟაკნის ნაგლეჯები ესენი გამოსაღებია აგე იქითა ჩვენი თვითონ რკინაზე ეს გასასწორებელი ისე მაო და გატყვი შეთო გასასწორებელი ქრომი ვართ ცენტრზე არის გვერდზია აჰა
წამოიღო იმით ვაკეთ. კაი ბატონო. ეხლა მოდი აბა. მოდი ხوار გავასწავლოთ ერთი გასულა ხوار გავაკეთოთ. ესეთი გასასწორებელი ერთი სიტყვით მექანიკური სამიზნე. აი მაშინ კიდე ძველი ჟაკნის ფრაგმენტები შეინიშნება ჩვენი ადრინდელი ნასროლები. აი ნახეთ როდინდელი ირაკლი და აი აქ მოხდა აი ჩაჭყლეტილი როა გახვრეტილის გვერდით. აქ ახლა იმედი მაქვს რომ შეიძლება ამაში ძველი ჟაკანიც გამოაგდო იქიდან აი ჩვენი ძველი ობტურატორი ეს რო იჯდა ჟაკანზე ერთ სიტყვით მაგარი კუსოკი მოაძრო. აი ეს ტყუისფერი არის ძველი წინასრულებიდან დარჩენილი ჟაკნის. აი ამ ხელა მორები ამოაგლიჯა და ამაში ჩვენი ძველი ნასროლი ის ვიპოვეთ. ჯერ არ ვაპირებდით ამის. დაშლა სამორის კიდე ქონდა რესურსი და ხო შირინსკიში ხმატოვის ერთი ნარჩენი და აგერ აი კიდე აი მოდი იქნებ ესეც ამოიღო და გვერდი დავუდოთ. როგორი დეფორმაცია აქვს ამ შირინსკიში ხმატავს. მაგაში კიდე იქნება მესამეც ალბათ აი ამაში შეიძლება კიდე იყოს თუ არა. ელა იმორს მე არ დავტოვებ კიდე ქვეყანა შირინსკის ნარჩენებია იმაში და სპეციალურად ვინახავდი. აი ესეც მეორე მიხარია ხოლმე რომ სულ ცენტრით ხდება სულ ჩვენი ტყუები ნახულები. ისე საკმაოდ დიდ მანძილზეა შესული. ეს რაც მოტყდა და მანამდე კიდე ქვეყანა ქონდა გამოვლილი. აი შუამდე შედის. ნახეთ როგორ არის დეფორმირებული. ეს რაღაცა დიდ ცხოველს მოხდეს რას უძოს. შუამდე შედის. ეს ხო არის 20 სანტიმეტრი მინიმუმ 8 სანტიმეტრი მინიმუმ შედის. ხო აბა იქნებ ეგეც გადახსნა იქნებ მაგაშიც იყოს ამის საინტერესო. კიდე ხო არა მაგაში დენიელ დეფენსის ტყუიას მაგრამ ეგენ დენიელ დეფენსებმა მარტო ეგენი კი არა ეს სკინის ფურცელიც დახვა. კაი დან არ გატო. ხო ამ ტყუებს ახლა შევინახავ წავა ნარჩენებში ჩამოესხმევა. მოკლედ ნასროლებზე ვილაპარაკოთ ახლა ეგ რატოს. გასასწორებელია არა მოკლედ. მიაქვს მარცხნივ ჰორიზონტალში გასასწორებელი, ვერტიკალში გასასწორებელი არ არის. ვერტიკალში რა. უბრალოდ ჰორიზონტალში. ვერტიკალში გასასწორებელი. ანუ მარცხნივ მიაქვს, მაგრამ ხო და მარცხნივ წაღება ვერტიკალი კი უკვე ჰორიზონტალი. ჰორიზონტალში გასასწორებელი მეთქი და. ორივე დასამუშავებელი ერთ სიტყვით. ხო, მაგრამ ორი აქ ნახე და აკვირდი. შეხედე. აქ ვიღაცას გაუსწორებია და გადაწეულია მოშკა. უბრალოდ ცელიკი გადაწეულია იქიდან მარცხნივ მხარეს. აკვირდი. იქნება ცუქ მოუგიდი არავის. ცენტრიდან იქით არის გადაწეული, მაგრამ არ იყო ეს გადაწევა. ეს სავარაუდოდ ანუ 50 მეტრზე გაასწორო ვიღაცამ და ესე გადაწია. მაგრამ აი ჩვენი 100 მეტრზე დასწროლზე უკვე ტკაველით მარცხნივ მოუწია რა. კიდე უნდა იქ გადაწევა. ჯგუფს თითქოს არ აუშავდა ახლა მექანიკური სამიზნიდან დამიზნებულს, მაგრამ აშკარად მეორე ვარიანტია ეს სამიზნეები რომ მოიხსნას ორივე წინას და უკანას და დაადგეს აქ მუშკისა ოპტიკა კოლიმატორი.
აი იმაზე და იქნება იდეალური ვარიანტი. ეგეც ვარიანტია. ყველაზე თანაბრად და კარგად გასული. სხვა რა შეგვიძლია კიდე აბა დღეს ამ კარაბინთან დაკავშირებით? მე ძალიან მომეწონა კაი კარაბინი, რომ ხელი შევლება უნდა მიხედვა უნდა სიზუსტის ამბავში. და ყველაფერი იქნება იდეალურად რა. იშვიათი ხარისხის კარაბინია რა. იმანაც ვარი მოქმედა ეხლა თავისი რაღაცით რომ ესეთი ძლიერი ის არის კალიბრი და ან ხო არა აგდო ან ხო არ გაგექცან სტატუის ბრალი ხო არ იყო გაქცეულა ეს იდეალურად დასრულები იდეალურად დასრულები ეს ახლა ხო სალმ ხარეს აღდა ანუ გაეშალა ყველა ხარეს იქ არასტაბილური დასრულები ამოვიდა მაგრამ სტაბილურად მარცხნივ დააყარა რა ყველათან ყველა ხო აი სულ ეს იყო დღეს მოკლე აღწერა უცებ გასროლები დღეს ამით დაგემშვიდობებით ხარი აგე ნახე ბალახიდე რა დღეში ხო მაგრამ ეს ხარი ამ მანძილზე ვერ იმოქმედებდა არა ასეთი ძლიერი კალიბრისთვის არაფერს არ ნიშნავს ჩავლაგდით ხო ნელ-ნელა განიშნავ აბა ამით დაგემშვიდობებით ჩვენო მაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე და კიდევ გვექნება საინტერესო მოდელები და იარაღის საინტერესო ეგზემპლარები კიდე რაღაცა გვაქვს დაგეგმილი ამის შემდეგი გადაღება და ნახოთ როგორ გამოგვივა არ მოიწყინოთ თან არის მოსაწყენი ნადირობა დაიწყო უკვე ყველას გილოცავთ სეზონის დაწყებას გახსოვს ამდენი ხანია ვიძახთ ერთი დღე დააკლდა ერთი დღე დააკლდა ახლა კიდე უკვე მეორე დღეა რაც სეზონი დაიწყო უსაფრთხო ნადირობას გისურვებთ ყველას ბიჭო აბა კარგად იყავით გვიყურეთ გამოგვიწერეთ დაგვალაიკეთ დაგვიკომენტარეთ და დარჩით ჩვენ არხთან ერთად დროებით